დიდი აურია ამ ანტენამ რა ჭირს მითხარი ჩვენ ხო გქონდა ეს საკაბელოა რატო ჩაჭრეს რატომ და ლაშიკო ხო იცი ჩვენს ქვემოთ რო ცხოვრობენ ცერცვაძეები არ გადაიხადეს და ჩაუჭრეს ხო იცი რა ტიპები არიან არ უყვართ ფულის გადახდა ჩაჭრეს მე ოხ კეთევან რა ვქნა ახლა მე როგორ გავასწორო ეს ანტენა მითხარ თან მე ხო იცი სიმაღლის მეშინია და სახურავზე ვერავ რაიმე ლაშიკო ვიციო გეშინია იცი ლაშიკო სულ ჩემი დაადიოდა ხოლმე სახურავზე და ასწორებდა ანტენას მაგრამ ეხლა ხო იცი თან ესეთ მდგომარეობაშია როგორავა ეხლა ეს პაწაწინა გოგო როგორავა თან ესეთ მდგომარეობაში თორე ისე კეთევან რა თუნდა ეხლა თამარ სახურავზე ასვლა მაგრამ რომ მოინდომოს ანძას გაასწორებინებ ჩვენ ანტენაზე აი თავი მომისმენე პომადას წავისმებ და მოვწნა მე წავისმე უკვე ხო ის ბალოდია ჩავიდა რა კარგია სვეტამ დარეკა დიდი მადლობაო ხო და მიშიკო და გიორგი რომ გაიზრდებიან ჩამოვიდნენ ჩვენთან გვესტობრად მივიღეთ დიდი სიამოვნები ვაი მე ძალიან დიდი მადლობა რა კარგი ბიჭია როგორი წესიერი კეთილი ადამიანი პიროვნებს მამას ნამდვილად გეთანხმები ვახოს გავს თან ძალიან ხო რა კარგი ბავშვია ნამდვილად ჩემი ბიჭები რომ წამოიძდებიან ლაშიკო ბავშვები გავუშვათ თა რუსულსაც კარგად ისწავლიან ხო აბარა პრაქტიკაში ხო ახოც ეგრე წავიდა რუსული სასწავლებელი და სხვანაირი პრაქტიკით ჩამოვიდა. ეცოთი შემოხედე. რა ეხლა დაიწყე რა დილიდან ეს ფორმაში ყოფნა ხარ შვენივრად. კი, არა. რას უყურებ რას? სიხარა გაჩხაკუნებ რა? ვერ ხედავ რას უყურებ? სირბილს. რა სირბილს კაცო? ვერ ხედავ იქ ეკრანზე პატარა წერტილები როგორ დარბიან? ჰა? ვახო გეხვეწი ხარ ვახო მომისმინე მე ხო იცი ახლა სიმაღლით მეშინია ძალიან და ადი რა სახურავზე ანტენა გაასწორე სადავიდე სახურავზე რა ვიცი მე ლაშა რომელია ჩვენი ანტენა კარგი კარგი რა ვახო რა ცოდნა მაგას უნდა სახურავზე ერთადერთი ანტენა იქნება ჩვენი მარტო იმიტომ რომ მეზობლებს აღარ დარჩათ ანტენები რა რა დროს ანტენა ლაშა თამარს მიყვები კონსულტაციაზე რა მოგივიდა ეხლა ხო ლაშიკო თამარს მიყვებით კონსულტაციაზე ეხოსკოპიაც უნდა გადაუღოთ დღეს ალბათ ბავშვის სქესაც გავიგებთ გოგოა თუ ბიჭია გავიგებთ ხო მაგრამ თამრი ხო იცი დამიჯერე აი მუცელზე რო გიყურებ მე ვიცი ხო იცი თამრი გოგოს მუცელი გაქვს გეფიცებით ჩემი დიშვილი იქნება გოგო აი დამიჯერეთ თამრი ხო იცი რა გამიხარდება კეთებას თუ დაარქმევ რა ვიცი ახლა კეთინო რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სქეს მაგრამ მე მაინც რაღაცა გოგო მირჩევ მე გაჩუმდი ხა არაფერი არ მითხრა ვიტირე აკანიტირო თამარ რა მოგიდათ ახლა კაცო დრო თამარ მომისმინე ესე იქ შენ გოგო გირჩევია ექიმი შენ დიდი ხანია გიცნობ და ბიჭი რომ ციყოს მაინც გოგოს გეტყვი კარგი ხო წავედით დაგვაგვია და მოდი მაკოცე მივდივარ კარგი ბიჭი ხარ აბა კარგად იყავი წავედი ბახო წავედი დაგვაგვია მიდი ხარ კეთება კიდე წაგეყვანათ რამინი კარგი გიგლა იუზა ილონა ნათლია მარტო რატო მიდიხარ მარიკა გამოდი რა ძალიან გთხოვ რა არა კარგი მარიკა გამოდი ნუ მებუტები რა მოგივიდა ხუმრობით თქვი ეს ღვეზელი კი არა ტალახია თქო რა მოგივიდა რა ხუმრობით თქვი? ხო აბა რა ვიხუმრე მაშინ შეჭამე ის ღვეზელი რომელზეც მე ხუმრობით თქვი ტალახია თქო ხო აი ის ღვეზელი შეჭამე თუ არა და აღარ დაგელაპარაკები ხო კარგი რას არ გააკეთებ რა საყვარელი მეუღლისთვის რა აჰა
ჩაყლაპე? ჩაყლაპე. ძნელი იყო? არა. გამიშვი. ირაკლი. თამარი წავიდა კონსულტაციაზე. ხო და მარიკა სახლში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, შემეშინდა და შემოვედა. კარგია, ლაშავრო შემოხვედი. ისეთი გემრიელი ღვეზელები გამოვაცხე, მოდი უნდა დაგპატიჟო. არ მინდა, მარიკა. იყოს მე ისე ტელევიზორს ვუყურებ. ხო შეიძლება ტელევიზორს. შეიძლება, როგორ შეიძლება, დაჯექი უყურე. დაჯექი. მიდი. ირაკლი. ჩამიგდე რა ტელევიზორი, პულტი სად არის? ჩართული ტელევიზორის ყურება გინდა? მე დააკონკრეტე ხოლმე, კაცო. მიდი. ირაკლი. რატო სამ ტელევიზორს სატო შიშინებს? არ მუშაობს? არაჯერ. რას ნიშნავს არაჯერ? რას ნიშნავს და ის კაბელი გავაუქმე? კაბელი რო მქონდა, ხო გახსოვს? ის კაბელი გავაუქმე და ეხლა ველოდები რა, იმაზე გადავდივარ სილქნეთზე. ხო, მოვლენ ახლა და უნდა დააყენონ და მე იმუშავებს და მანამდე იჯექი და უყურე ამ შიშინს. ლაშა. შენ მოდი შედი და შენ არ გინდა თქვენ სიკნეთის დაყენება? იცი რა კარგი რამეა. ესე იგი აი რამე გადაცემა თუ გამოგჩა და ვერ უყურე. ესე უკან გადაახვევ და თავიდან დაჯდები და უყურე. მართლა? ისე მარიკა, ძალიან გვიან რო გადაახვიო, შეიძლება? აი ეს გადაცემა რო იყო მომწონდა, ილუზიონი. აი ხედავ ირაკლი. აი ეს არის ჯანსაღი იუმორი. აბა ის კი არა, შენ რო თქვი, ეს ღვეზელებია თუ ტალახია. კარგი, ხო, კარგი, რატო არ ექნება გადაცვალე ჯანსაღი იუმორი? რატო ვერ მოიფიქრებს რა, სამსახურში დადის, რამეს აკეთებს თუ რა, ზის მთელი დღე ჭამს, სვავს, უყურებს ტელევიზორს. ჯანსაღი იუმორი აქვს. ნუ აქვს. აი მე ერთი სული მაქვს, როდის დააყენებენ სილქნეს. იცი რომელი გადაცემები მინდა ვნახო? აი ჩაუჯდები და იცი რა, აი კულინარიაზე რო არის, ხო იცი? აი სიამოვნებით ავჯდები და უყურებ და ხო, უყურე და უყურე, რო უყურებ გადაახვიე, თავიდან უყურე. მე რო დამთავრდება, კიდე გადაახვიე, კიდე თავიდან უყურე და კარგად დააკვირდი სადილს, რასაყრის მზარეული, ვანილს თუ მარილს და თავგამჭრის თუ ხავს. აი ამას დააკვირდი ძალიან ხო. მე კაი ღვეზელი იყო. ისე მე მომეწონა ძალიან მაგ სიცხნეთის ამბავი და იცი რა ირაკლი, რომ მოვლენ დასაყენებლად. დამიძახე მეც და ჩემთანაც დავაყენებინებ, კარგი? კარგი. და მე დავლიოთ. კი, კარგი. წავედი მე სამსახურში. ამათარით, ამაჰე, გამიქეცი მე. ხო, მარიკა, ის გამატანე რა ღვეზელები ძალიან ხო შესვენებაზე შევჭამ. მე რაკეთილი ხარ ირაკლი. მომისმინე, რამდენი გინდა? ყველა. აი ვიცოდი რომ გემრიელესი ღვეზელები გამომივიდა. გენათალი. ირაკლი, მართლა გემრიელი ღვეზელები გამოვიდა? არა კაცო, რა გემრიელი ღვეზელები გამოვიდა, რას ლაპარაკობ? უბრალოდ ახლა რომ მოვა ის სიკნეთის ხალხი და ეს გაუმასპინძლდეს ამ ღვეზელებით, სიკნეს დამიყენებენ კი არა, მთელ უბანს გათიშავენ და ხო. ეგ ვარიანტია. აი, მარიკა, ეხლა წავა ის შეჭავს და გადაახვევს. თუ ეგ სილქნეთზე არის. ხო. გამოდი კაცო, გამოდი, წამოდი. კარგი. გამოვაცხობ შენს დაგპატიჟებ. ხო, გიდეთელი. კარგად. თქვენ ერთი ყავა ნამცხვარი და კიდე რა მითხარით? ბლომანჟე. რა? ბლომანჟე. აიმე. რა უცნაური ხალხი ხართ? საერთოდ რაღაც გამოჩხრიკავთ ხოლმე, ეგ მაინტერესებს. მენიუში. რა წერია? ბლომანჟე. და უი, რა მოცინებდა წერია თუ მე მართლა ხო? ხო, კარგი, თუ წერია მოგიდა, თუ კაცო. მაკა. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? აი მე ძალიან კარგად. რატო ხარ კარგად? ერთი ბიჭი გამიცანი. ერთი ბიჭი. ეგ უკვე საინტერესო, მოდი, ისა უკაცრავ თქვენ ბლომაჟენს ცოტა ხანი დააგვიანდება.
ხდება აბა ვინ გაიცანი სად გაიცანი ვინ არის ვინ გავიცანი და მაღაზიაში გავიცანი? აჰა პირველი დანახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. კარგი ესე იგი აღარ იწიგებ ხო ხო აღარ იწიგებ არა. ხო. არა, იცი როგორი ბედნიერი ვარ, აი ძალიან ბედნიერი ვარ და რა ვიცი. მე 9-ზე ვარ სიხარულით. ვაიმე, კარგი, მაგა წავალ მე კლიენტს მივხედავ, რაღაცას მოუტან და მოვალ. იჯექი ექშინი, კარგი. ვაიმე. ატა მომეხმარე. რა ახტიკო. აკა როგორ ხარ? კარგად. ისა ბლომაჟე თქვენ შეუკვეთეთ არა? ეს რა? ცოტა ხანი დააგვიანდება რა. რა არის რა მოიტანა? მშენებლობის მაკეტია. ირაკლი ხო დამნიშნა არქიტექტორად ხო და დღეს უნდა ვაჩვენოთ ინვესტორებს. ნელა გეხუწებნელა. მოიცა ვერ გავიგე ხა ირაკლი ამირამა მე დამნიშნავ. ამირანი იყო დროებითი არქიტექტორი, მე ვარ ძირითადი რა გჭირს. აჰა. ხო არ ვიცი მე ცოტა ვერ ყვევი ამ არქიტექტურაში, მშენებლობაში და ესეთ რაღაცეებში. ჩემი საქმე ხო ის რაც არის ხალხო არა? ყავა მუსიკა, ნამსხვარი და ისეთ ბლომანჟე. შეხვდა ირაკლის? არა, დამირეკავს. ატა გეხვეწები ეს მაკეტი აქ იყო. არა. მე სალონში უნდა წავიდე. ტელეფონი მიჯდება და 6 საათისთვის მოვალ. მანამდე არ მგონია რომ დამირეკავს ირაკლი. გასაგებია, მაგრამ რა მაინტერესებს ეს რა არის? რა არის ვითომ? შენობა, აჰა. ეს ქუჩა. ეს ქუჩა, აჰა, გასაგებია. ეს რა არის? შენობა თქო, ხო გითხარი? ხო, გავიგე. მაშინ ისეთი რაღაცა მითხარი, რაც არ მითხარი, რომ კითხო და მე შენ მიპასუხო ახლა. დაი მე შეხვდი. მოკლედ. გიტოვებ. თხილად იყავი და მე არ მოუვიდეს. არა, რა უნდა მოვიდეს. მაგა წავიდეთ გინდა წამო ჩემთან ერთად წავიდეთ. და თან ახალ ბიძაც მომიყვები. შენ საიდან იცი? რა ვიცი, ამდენი ხანი აგზივარ და ზურაზე არაფერი არ გიტყობს. ესე იგი ვიღაც ახალი გაიცანი. კარგი, აბა თქვენ იცით, მაკა. თხილად იყავი. თხილად ვიქნები, ხო, აბა რას ვიზავ? მაკა აბა შენ იცი და კარგად და ისა, არაფერი ბატონო. ჩემი ბლომანჟე. ბლომანჟია ეხლა ეს, ჰა? ეკითხები, ბლომანჟია? ეს არის მშენებლობის მაკეტი. წერია მან სადმე მენიუში მაკეტი არ წერია. ნახეთ მაინც, რა ვიცი, თუ წერია სადმე მაკეტი მითხარ და მოგიტათ, მაკეტი შეგიკეთო. ბლომანჟე. არა შემიძლია ეს რა არის, ვა? ვაიმე დავიღუპე. ვაიმე, ბლომანჟე. ბლომანჟე ვაჩვენო ეკარო მოვა, ეხა ბლომანჟე მიუტანო კაცო. ვაი მაპატეეთ რა ცოტა ავღერდი რა. ავღერდი მაპატეეთ ხო ხდება ხოლმე რა. ბლომანჟე. ალო. პეტო გამარჯობა. ირაკლი ვარ თქო. ირაკლი. რას ქვია ვინ რომელი ირაკლი? ვინ ირაკლი ჩხეიძე მერიაში რომ მუშაობ. არა კაცო სამსახურით კი არ მარიაჟობ, თავი გაგახსენე უბრალოდ. ხო. მომისმინე ხა ეკას უთხარი შენ დას. რო ის შეხვედრა გადავდე. ხო, საღამოს ჩემთან ამოვიდეს აუცილებლად ის მაკეტი მზად მაქვს რომ მითხრა. მაკეტი ამოიტანოს, ის ინვესტორიც მოვა და იქვე შევახვედრებ და იქ მოვილაპარაკებთ ყველაფერს. გასაგებია? პეტო. ალო. პეტო მეთქი. პეტო. უი. ხო, მე მეგონა გაითიშა და ტუ თქო. ხო, კარგი, მიდი. ბატონო ირაკლი, სამშენებლო კომპანიამ თავის მოთხოვნები გამოაგზავნა. რა ლამაზი მოთხოვნები გამოუგზავნიათ. ყვავილები? ეს დღესაც მაგიდაზე დამხვდა ბარათთან ერთად. არ წერია ვინ გამოგზავნა? არა. მეტყობა თავი დაიზღვია წინასწარ, აი თუ მერიკოს არ მოეწონოს, მერე მაგას რა გადაუჩებაო. მაგდენი თუ ვიფიქრე, ჭკვიანი ყოფილა. ბარათში რა წერია? არა, მერიკო შენ ახლა გაქვს უფლება, ყველანაირი უფლება გაქვს რომ არ მითხრა, მაგრამ ხო იცი რომ მაინც უნდა მითხრა. შენი ღიმილი, არა, შენი მომღიმარი სახე, ზიან დილას მაგონებსო. შენი მომღიმარი სახეო. მერიკო, მე მგონი მაგას არ ყავ ხარ შენ ნანახი. ჩემო ლამაზებო,
შენივრებო, კარგებო, დახატულებო, აშენებულებო, დამჩენებულებო, მივხვდით ალბათ რომ სათხოვარი მაქვს და იმიტომ გაქებთ ამდენს. საინფორმაციო გამოშვება მოვიდა. მე რა თქინდა ყვავილები გასვენებაში მიდიხარ? არა. გასვენებაში არ მიდის. იდუმალმა და უცნობმა თაყვანისმცემელმა გამოუგზავნა. გამოუგზავნი და აბა შიშით მოსვლას რას გაბედავდა. ეს ამერიკო მართლა არის ცივი გამოგიგზავნა. შენ თუ არ იცი ნოდარ მე საიდან მეწოდინე? ისე შენც მართალი ხარ. ჩაგიტარა? ორი პასუხა. არ უნდა მაგას. რა საქმე ქონდა? მიდი უცებ. საქმე მე კი არა მაქვს, საქმე თქვენ გეკნებათ, მე რო გთხოვთ, რისი გაკეთება მინდა იმის შემდეგ. თხოვე, მერიკო, შენ დამელოდე არ წახვიდე, მიდი გისმენ. ბატონო ირაკლი, სანამ ნოდარი ილაპარაკებს, ეს ყვავილები დაჭკნება. გავალ და რო დაგჭირდებით დამიწევს. კარგი, მერიკო, ოღონდ პერიოდულად შემომხედე ხოლმე მეც არ დამაჭკნოს. უნდა გავიცინო სხვა რა გზა მაქვს, სათხოვარი მაქვს, თორე გეტყოდით კარგ რაღაცას. ესე იგი, თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენ თანამშრომლებს უშვებენ მივლინებაში სხვადასხვა ქვეყნებში და ვიფიქრე ხა ცოტა ხნით ლონდონში რო გავისრაშუნო თქო, პატარა ნოტიო ჰაერს ჩავისუნთქა, მესიამოვნება მომიხდება თქო და მაგის ხოვნა მინდოდა თქვენთვის. ლონდონშია მივლინებები? ცოდნიათ უკვე და რაღაც მეკითხებოდი. მომისმინე, მე ხო იცი ასე ხა პირდაპირ ვერაფერს შეგბირდები? ხო, მაგრამ იმას შეგბირდები, რომ ვეცდები, რომ შენ გაგიშვენ. თქვენი იმედი მაქვს ისე. მე გავალ ეხა და ხმას გავარცელებ, რომ ირაკლის თვითონ უნდა ლონდონში წასვლოთ, ხო, რომ ეჭვი არავინ აიღოს. აბა ისე მგონიათ, რომ უკვე ლონდონში მივდივარ. გაშალე, ხო გაგაშალე. ხო. ესე იგი 10 კუთხური, 12 აუტი, პენალი ვერ გაიტანა. ძალიან კარგი. გასართობიც დღეს მაქვს. მიდი. აი მე გორცხელა. ვიცი, კარგად გავიცინო. მოხვედით, აბა რა ვეკინდა. ბიჭია? ვიცი. ესე იგი გოგოს ველოდებით. არ ვიცი. კეთებან. ბატონო. მოდი ერთ შენ ამიხსენი, ეთქო მამახოს ძალიან დაცხა. აი მე მართლა ძალიან ცხელა ლაშიკო. მოკლედ ლაშიკო. ვიყავით ეკოსკოპიაზე, მაგრამ არ ვიცი, აი სქესი ხო ბავშვის სქესი არ გამოჩნდა. რაღაცა ისე უცნაურად ისეს პატარა რომ არ გამოჩნდა ბიჭია გოგოა, ვერაფერი ვერ გავიგეთ. მე წავალ ერთი ბავშვებს დავხედავ რა შვებიან, თან რაღაც კარგი ახალი სიმღერა მოვისმინე და უნდა შეუტანე ეს ბავშვებს. მიდი შენ შეუტანი და მე აქ დაგელოდები და მე გავიდეთ იმ საქმეზე ბარემ და სამაგიეროდ ლაშა ბაიას პატარა ხელები და ფეხები დავინახეთ. აი ეგ ხელები და ფეხები იქნება რო დაგიშენს კამპეტები მომიტანეო. ეხა ისე მე გოგო მინდა. გოგო მინდა. ეთქობა თამარ გაიგორო გოგო გინდა და დაგემალა შეეშინდა. ხო. რას უყურებთ? რას უყურებ და ესა ფეხბურთს უყურებ. ფეხბურთს. მე ფეხბურთს. მოიცა გეკეთებით რა. ერთად დავსხდეთ რა, ერთად დავსხდეთ და იყავი. შენ გინდა რა ვიხავარ, რა ვიქნება. ძალიან მაგარი თამაშია თამარ, ძალიან და უყუროთ ერთად დავსხდეთ და გამეორება? რა გამეორება ვერ ხედავ პირდაპირ 8 წელია. პირია რა დაგებ. ხო. ნაჰა. ნახე რა. რა მაგრა გაცდა რა თამარ, ა? ხო, გაცდა, მაგრამ თამარ ნახე ახლა ის ფეხი აუწდება. მართლა ასტინა ფეხი. ფეხი ასტინა თამარ, მაგრამ მაგარი პასი გამოვიდა, რა გინდა? რა გინდა? მშვენივრად არა? ხო, მაგრამ წაიქცევ ახლა. ვა. წაიქცა. ხო, წაიქცა. ხო. როგორ? ნახე ახლა, გადაუბრუნდება ფეხი, შეხედე. აი. აჰა. წინასწარ მეტყველი ვარ რა, წინასწარ მეტყველი კი არა თარსი ხარ. ისე ამდენი რამე როგორ დაემთხვა რა? რა დაემთხვა, დეუბნები წინასწარ მეტყველი ვარ მეთქი. წინასწარ მეტყველი არა ეს. წინასწარ ვარ. აბა ეხა მითხარი მაშინ რა მოხდება? მითხარი აბა ეხა. ახლა? მიდი ხო. 10 ნომერი კუთხოს მოაწვის. Find me. Aha.
10 ნომერი აწვის. თამა, წინასწარმეტყველია მართლა ესა, ჰა? რა არის? ეხლა ეთყობა ამას უსაქმურობით რაღაცა გარკვეული ტვინის უჯრედები გაეხსნა ან მესამე თვალი, რა ვიცი, აბა ეხლა მოიცა, აჰა, პენალია. პენალი დადეს, აჰა. აბა სანამ დაარტყავს, ჩქარა მითხარი რა მოხდება, ჩქარა. კი ბატონო, 7 ნომერი დაარტყავს, ძელს მოარტყავს, შემდეგ დამატებაზე 10 ნომერი და ისიც ააცილებს. აჰა, 10 ნომერი, ისიც. ვა აი მე დედა ქეუბნები წინასწარმეტყველია რა თქმა უნდა. დაიმე ლაშა აბა გოგო მეყოლება თუ ბიჭი თამარ მე ვარ ელე წინასწარმეტყველი ეგეთი განხრა არის წინასწარმეტყველებაში და შენ ადრეც გქონდა ამის უნარი არა 1-2 საათის წინ დავაყენე გონებაში. აჰა. კი. აქ ვიჯექი. ხო. ჩამეძინა. 2 კაცი შემოვიდა. ვა. ლურჯი მაისურები ეცვათ. დადიოდნენ, თან მელაპარაკებოდნენ, თან რაღაცებს ხლართავდნენ ოთახში. ვა. ხო და წავიდნენ. აი მითი შეფიშ. ხო, მაგრამ წავიდნენ თუ არა იმის მერე გამეხსნა ეს ტელეწინასწარმეტყველობა. აბა. ვა. ვაიმე როგორ ხდება ვაიმე გადავირიე რა ხონახე ახლა ყურე შეხედე ყვითელს მიიღებს ლაშა ეხლა აი მოდი აბა ტელევიზორის გარდა აი სად რამე ისე ზოგადად სხვა რამე წინასწარმეტყველი აბა სხვა რამე ხო არ ვიცი რამდენად გამომივა მაგრამ ვცდი აბა მეტი ახლა გამოვა ქეთევანი ხო და სადილს მომიმზადებს ჩიტები და ზღარბები დედიკო ჩიტები და ზღარბები კარგი მე მოგიყვები ჟირაფსი კარგი ლაშიკო არ გშია ლაშა არ გშია ნახლა გავალ სამზარეულოში კარგი ყველი მაგ კიტრი პამიდორი მჭაც გამოვაცხობ კარგი ჭყინტილობიო მაქვს და ერთად ვისადილოთ აბა ხელები დაიბარეთ ჩარა ვაიმე კეთინო ბატო გოგო არ მიდო მესაჭველი რა მოდი გასახე თქვენ კი არა მე გადავირები რა ნეირად დაემხო კაცი სადარი ამდენ ხანს რა ესე კაც რა ბატონო ლევან შამპანური ხორდაბლიოთ არა მადლობთ და ეკა მალე მოვა რა თქმა უნდა ეკა არის პუნქტუალური ადამიანი მზად აქვს ეს მაკეტი არაჩვეულებრივი მაკეტია მალე მოვა და ამ მაკეტს ვნახავ თქვენ მანამდე მიბრძანდით მოწიეთ კიდე ერთი ღერი კიდე მოწიო დიახ კიდე ერთი ღერი მოწიეთ თან ხედით დატკბით აი აქეთ არ გინახავთ თქვენ ეზოსაკეთა ნაწილი ხო მათეს სადაც ძინავს დავაგვიანე ჰა ნახევარი საათი ვა ოჩახმე კიდე კარგად ფირბენია ხო აი მოგისმინე ხო ირაკლი ისა ეკა ვერ მოახერხა მოსვლა და აი მე მოვიტანე მაკეტი ვა შენ გენაცვალე ვა შენ გაიხარე პეტორა შენ ხო არ იცი როგორ გადამარჩინე ხო რა მომისმინე მაგრამ ეს მაკეტი მე ცოტა უფრო განიერი და ცოტა უფრო მაღალი მეგონა იქნებოდა ჰა განიერი ხო განიერი კი იყო კაცო მაგრამ რა მალე იკეტებას თქვენი ლიფტის კარები კაცო რა არის ვერ გავიგე ჰა რა თქვი არაფერი მანახე კარგი ჯერ დაჯექი ირაკლი რა მოგივიდა ახლა რა იყო ჯერ დაჯექი ვაიმე აი არის ამოვარნა დამეწყო ასუნ თქვია მაგ ვერს თუნ ცუც მიგზნობს გული მე ცუდი წინაგზნობა მაგ გელაპარაკები მე შე ვა ოჩახში რა კაი წინაგზნობა ქონია აბა ახლა გადიიქით უყურე შენებას ვაიმე საწმითი კაცო
ეს რა მაკეტია? ეს არის მაიმუნობა რაღაც. მაკეტი კი არა, მაიმუნობა კი არ არის, მაკეტი არის გეუბნები მეშინ არ არის. რა მაკეტია? ეს არის მაიმუნობა, ნებისმიერი სულელი გააკეთებს ამას 1 საათში. მართლა? ხო. მე ნახევარ საათში გავაკეთე. შენი გაკეთებული მაკეტი რა თქმა უნდა, ეკას მაკეტი სად არის? ვინმე? შენ არის ეკას მაკეტს რა მოვიდა კაცო? ვინმე? არის ეკას მაკეტს რა მოვიდა? მოდი გითხრა კაცო. რა მოვიდა ეკას მაკეტს და ჩუმათი ლაბაცალი. ეკას მაკეტი? ხო. ეკას მაკეტი მოხვა სამზარეულოს იატაკსა და ჩემს მენჯის ძვალს შორის და ვეღარ გაუძლო ირაკლი. ვეღარ გაუძლო. წადი აქედან. მივდივარ ირაკლი. წადი. წადი აღარ დაგინახო ნახევარ წუთში. მივდივარ. წადი აქედან დროზე წადი და ეკას უთხარი რომ მე გადავდებ როგორმე ამ შეხვედრას დღევანდელს და მოამზადოს კიდე და დაურეკავ და თან დამირეკოს და რაღაცას გავაკეთებ. წადი. მოიტან ეს მაკეტი რა ყორდა მიზავს? არა ბატონო ლევან როგორ გეკადრებათ ახლა მაკეტი რომ მოეტანათ მე ადაგიძახებდი თქვენ მერისთვის ვახტობა ჩვენ აქ შეგრებილი ხო მაკეტის სანახავად ეს არაფერი მეზობელი შემოვიდა და ეს დატოვა რაღაც საკერავი მანქანა აზინგე მაგარი ტიპი ვარ რა ესე იგი მაკეტი აქ დავტოვე და მე კიდე წავედი რა გავაკეთე მაკეტი ყოფილა ბატონო ირაკლი აი ხედავთ ეთყობა სწორად ვერ გავიგე მე ზაფხულში მირთულდება ხოლმე ეს ევტახიტი ხო აკეთ ევტახიტი და არ მესმის ერთი წუთი მომძანდით ეს შამპანიურს ხო არ დალებთ თქვენ შემთხვევით არა ჯერ საქმეს მიხედავთ ხო არ მოგვეწია ერთად არა ჯერ მაკეტი დავათვალიეროთ მაკეტი ვიმე რა უნდა გითხრათ ბატონო ლევან ეს ყოფილა რაღაც ახალი სტილის მაკეტი ხო ახალი სიტყვა იმაში ქართულ თანამედროვე მაკეტოლოგიაში ხო ესე იგი რა ხდება ეს სანახავი მაკეტი კი არ ყოფილა ეს ყოფილა მოსასმენი მაკეტი ამიტომ მაკეტის შესახებ ჯობია რომ ადამიანს მოусმინო და უფრო შეგექმნება ასე ვთქვათ ესეთი სრულყოფილი გლობალური წარმოდგენა ბატონო პაატა მომძანდით თუ შეიძლება ბატონი პაატა ეს თანაავტორი დიახ და თქვენ როგორც ასე ვთქვათ დიახ თანაავტორმა ამ მაკეტის თანაავტორია ეს გითხარით ამ მაკეტის შესახებ მოგვახსენეთ გთხოვთ კი ბატონო ესე იგი ეს მაკეტი დიახ ეს მაკეტი ანუ ეს მაკეტი დიახ ეს მაკეტი მე მოიჯობია რომ კითხვები დამისვათ არა ნუ რადგან ლევანს შეკითხვები არ აქვს და მე ძალიან მიკვირს რომ ბატონ ლევანს შეკითხვები არ აქვს ამიტომ შეკითხვას დავსვამ მე ბატონ ლევან ლოგიკური ალბათ ხო ბატონო პაატა ძალიან ხომ გითხარით აი მაკეტის ასე ვთქვათ აგების დროს თქვენ ხო აგებდით ამ მაკეტს ხო აგებდით ხო და აი მაკეტის აგების დროს რამე მხარი მოქმედა ზეგავლენა მე გულისხმობ აქ რამე თანამედროვე არქიტექტურულმა მიმდინარეობამ ხომ არ იქონია ზეგავლენა თქვენს ასე ვთქვათ წარმოსახვაზე და შემდეგ ეს ხომ არ აისახა უშუალოდ მაკეტის შენებაში და მის თანამედროვე ამჯერად მოცემულ სახეში ხო ესე იგი გავლენა ხო არ მოახდინა ამ არქი მე მგონი ჯობია რომ ნახოთ და შეაფასოთ ჯობია მართალია ჯობია ვნახოთ ხო ეს ნაჭერი მოხსენეთ ნაჭერი აქვს შეამჩნიეთ ხო თქვენ ნაჭერი აქვს ამ იმას ამ მაკეტს დიახ მე ასე მომწონს ნაჭრით მომწონს ძალიან ხო იქ მომეწონა იუმორი ბატონო ირაკლი ხო იუმორი ხო ნახოთ ამან ესე იგი ბატონებო როგორ გეკადრებათ ჩემო ბატონო როგორ გეკადრებათ აბა მე თვითონ აბა ეხლა დავხუჭოთ თვალები უნდა დავხუჭოთ თვალები დავხუჭოთ ან თვალები დავხუჭოთ ან მოვწიოთ ჰა რომელი კეთილი და არ გავახილოთ დავხუჭოთ თვალები და არ გავახილოთ და არ გავახილოთ არ ვიხილებით ეხლა ვიხილებით ბატონო ბადა დიახ იქნებ ამიხსნათ ეს რა აქ რა ხდება ეს რა არის დიახ შენობა შენობა დიახ შენობა ნაგებობა ერთგვარი შენობა ნაგებობა დიახ ერთგვარი დიახ ეს ეგ რაღაცა დიახ რაღაცა დიახ და აი ეს
ეკოლოფი. ბატონო ლევან, რას გავუგებთ ამ თანამედროვე არქიტექტურულ ტერმინებს? ჩვენ ჯობია შამპანური დავლიოთ, რა? ამ მოვწიოთ. ერთ წუთს, ბატონო ირაკლი. თუ ეს არის შენობა, დიახ. კარი სადა აქვს? ამას სადა აქვს კარი? კარი. კარი სადა აქვს? ამას კარი. კარი? კარი, კარი. კარი. აჰა. კარი. 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 გამოვჭრათ ლამაზა. კარებს ვუმღეროთ სადარი. აი კარი. ეს არის კარი. კარი, დიახ, კარი. ხო გაინტერესებს სად არის კარი? აი კარი. ბატონო ლევან, შამპანური ხوار დავასხა. შამპანიური კი არა და. აჰა. თქვენ რამე უფრო მაგარიც გექნებათ ბატონი ირაკლი. მე კი მანამდე გავალ და კიდევ ერთხელ მოვწევ. კი ბატონო. ეს კარს აიღეთ? დიდი ბოდიში ქვია რომ გაწუხეთ და ხო რაღაცა ძალიან მერიდება, მაგრამ დღეს მე და თამარმა სერიალს ვერ ვუყურეთ ხო და შენ ხომ არიცი რა მოხდა მარიკა? არა, ქეთევან, არც მე არ მინახავს, მაგრამ აი ხლა ვუყურებ და მოვდით ერთად ვუყუროთ. ეხლა გამეორებაა? არა, თამა, რა გამეორება? ჩვენ ხო დავაყენეთ სილქნეთი, ხო? ხო და გადავახვიე და ახლა ვუყურებ. ისეთი კარგი რამეა. ესე იგი გუშინ წინ და იმის წინ რამე თუ ვერ ნახე, შეგიძლია გადაახვიო და თავიდან ნახო. თქვენც ხო გაქვთ ისე? არა, მარიკა, აბა ჩვენ საიდან? როგორ ჩვენგან ხელოსნები ლაშამ გაიყვანა მე თქვენთან და დააყენა სილქნეთი. მოიცა ხა ის რაღაცა ლაშ რო გადაახვევ და უყურებ. ხო, ჯერ დააყენეს ჩვენთან, მე გავიდნენ და დააყენეს თქვენთან. ვაიმე, ჩვენთან ჯერ თქვენთან, მე ჩვენთან თამრი, ვაიმე, როგორ მოგვატყუა? გესმის, მოგვატყუა თამრი, გეფიცები? შენ მოგატყუა და ჩემ ქმარს 200 ლარი მოუგო, გეტყვი წინასწარო. გეტყვი რომელ ქვეყანაში რა მინდი და ტემპერატურა იქნებაო. მაგას ვაჩვენებ ხოლმე ტემპერატურას. გეტყვი წინასწარ რა მოუვა შენ ქმარს. მოიცადე ერთი წუთი ჩემი მეუღლია უხერხული. ბოდიში რა მარიკა, დიდი ბოდიში.